900 იქით ისტორიები. და როდესაც დადგა მეორე ღამე, ნიაზადმა უთხრა თავის დას. დაასრულე ვაჭრისა და ჯინის ამბავი. სიყვარულით და პატივისცემით, თუ კი იქნება ნება ხელმწიფისა. მოხევი. უთხრა ხელმწიფემ. მსმენია მეფეო, რომ როდესაც ვაჭარმა ხბოს დაკლა და აპირა, შეებრალა და მწყემს უთხრა. ეს ხბო საქონელთან დატოვე. ჩემი ცოლი ეს ქურციკი ამას უყურებდა და ამბობდა. დაკალი ეგ ხბო, მსუქანია. მე ვერ გავიმეტე და მწყემს ვუბრძანე წაეყვანა. მწყემსმა წაიყვანა და წავიდა. მეორე დღეს შინ რომ ვიჯექი, მწყემსი მიახლა და მეუბნება. ბატონო, ერთ სასიხარულო ამბავს გეტყვი და სამახარებლო მეკუთვნის. კარგი, მითხარი. მე ერთი ქალიშვილი მყავს. იმან ბავშვობაში ერთი დედაბრისგან ისწავლა ჯადოქრობა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. გუშინ ხბო რომ მომეცი, სახლში წავიყვანე. ჩემმა შვილმა თვალი შეავლო და ხელები სახეზე აიფარა, ატირდა. მერე გაიცინა და მითხრა. მამა, ჩემი ხათრი არ აქონია უცხო კაცი რომ მოყავს ჩემთან? უცხო კაცები სად არიან? ან რისთვის ატირდი და მერე გაიცინე. ეგ ხბო, რომელიც შენ გახლავს, ჩვენი ბატონის ვაჟია. ის და დედამისი მამამისის ცოლმა მოაჯადოვა. ეს არის ჩემი სიცილის მიზეზი. ტირილის მიზეზი კი დედამისია, რომელიც დაკლეს. მე ძალიან გამიკვირდა და გათენებისთანავე გიახლე, რომ ეს ამბავი მემცნო. ეს ამბავი რომ გავიგონე, შინიდან გამოვედი. მწყემსის სახლში მივედი და მივესალმე მის ასულს. ხბო მოვიდა და მომელაკუცა. მწყემსის ქალიშვილს უთხარი. მართალია რაც შენ ამ ხბოზე თქვი? დიახ, ჩემო ბატონო, ეს თქვენი ვაჟია. მწყემსის ქალო, შენ თუ ამას გადაარჩენ, შენი იყოს რაც მამა შენის ხელში ჩემი პირუტყვი და საქონელია. თქვენი ქონება არ მინდა, თუ არა ორი პირობით. ერთი, რომ თქვენს ვაჟზე დამაქორწინოთ და მეორე, რომ მოვნუსხო და შევიპყრო ის, ვინც ეს მოაჯადოვა. თორემ მე სულ მისი მზაკვრობის შიში მექნება. შენი იყოს რასაც ითხოვ და ის საქონელიც ზედ დამიმატებია. ჩემი სიტყვა რომ მოისმინა, აიღო თასი, ავსო წყლით, წყალს შეულოცა და ხბოს მიასხლა. ღმერთს თუ შენ ხბოთ შექმნი ხარ, დარჩი ასე და ნუ შეიცვლები და თუ მონუსხული ხარ, დაგიბრუნდეს უწინდელი სახე. უეცრად ხბო შეირხა, შეტორტმანდა და ადამიანად იქცა. მე მივედი და ვუთხარი. თქვი რა დაგემართათ შენ და დედაშენს. მან ყველაფერი გვიამბო. მწყემსის ქალი ჩემს ვაჟზე დავაქორწინე. მერე მან ჩემი ცოლი მოაჯადოვა და მითხრა. ქურციკი ლამაზი ცხოველია და იგი ველური ნადირი მაინც არ იქნება, რომ კაცმა თვალი ვერ გაუსწოროს. მწყემსის ქალი ჩვენთან დარჩა მრავალი დღე და მრავალი ღამე. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემი ვაჟი იმ ქვეყანაში გაემგზავრა, რომელიც ამ კაცის სამშობლოა შენთან ეს ამბავი რომ შეემთხვა. მე წამოვიყვანე ქურციკი და ქვეყნიდან ქვეყანაში ჩემი ვაჟის ამბის გასაგებად დავდიოდი. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე ვიდრე განგებამ ამ ადგილას არ მომიყვანა. ეს მართლაც საოცარი ამბავია. მიბოძებია შენთვის ამ ვაჭრის სისხლის მესამედი. ამ დროს წინ წარდგა მეორე ბერიკაცი, ორი შავი მწევრის პატრონი და ჯინს უთხრა. მე მოგიყვები, რაც ჩემს ძმებთან, ამ შავ ძაღლებთან გადამხდა და თუ ჩემს ნაამბობს შენს ყველაზე საკვირველ ამბად ჩათვლი, მაჩუქე ამ ვაჭრის სისხლის მესამედი. თუ შენი მოთხრობა საოცარი და საუცხოო იქნება, შენი იყოს მისი სისხლის მესამედი. იცოდე, ჯინო, რომ ეს ძაღლები ჩემი ძმები არიან, მე კი მათი უმცროსი ძმა გახლავართ. მამა ჩემი რომ მოკვდა, ფული დაგვიტოვა, 3000. ფული თანაბრად გავიყავით და ყველამ დუქანი გავხსენით. ცოტა ხნის შემდეგ უფროსმა ძმამ თავისი დუქანი გაყიდა და გაემგზავრა. სრულ 1 წელს აღარ ჩანდა. ერთ დღეს, როდესაც დუქანში ვიყავი, ჩემ წინ მათხოვარი გაჩერდა. ნუ თუ ვერ მიცანი?
მაშინ ვიცანი, ჩემი ძმა იყო. აუდექი, სალამი უთხარი და შინ წავიყვანე. ამბავი ვკითხე და იმან მიპასუხა. ნუ ღარ მეკითხები. ქონება დაუკარგე, ბედმა მიმტყუნა. აუდექი, დაუბანე, გავასუფთავე, ძვირფას ტანსაცმელში გამოვაწყვე, პური გავტეხეთ და ვთქვი. ვიანგარიშებ ჩემი დუქნის შემოსავალს წლიდან წლამდე გარდა თავნისა და ერთმანეთში გავიყოთ. ვიანგარიშე და ვნახე, 2000 მომიგია. მონაგები ძმას გაუყავი და უთხარი. დაივიწყე რომ იხეტიალე და უცხოეთში იყავი, ვითომ არც არაფერი შეგმთხვევია. გახარებულმა ფული აიღო და დუქანი გახსნა. გავიდა რამდენიმე წელი. ადგა ჩემი მეორე ძმა. გაყიდა რაცება და მთელი თავისი ქონება და მოგზაურობა ინება. დაუშალეთ და არ დაიშალა. ერთი წელიწადი არ ჩანდა. მერე ისიც ისეთი სანახავი მომადგა, როგორც უფროსი ძმა. ხომ გირჩიე რომ არ გამგზავრებულიყავი? ასეთი ბედი მქონია ძმაო. ახლა ღატაკი და შიშველი ვარ. ერთი პერანგი არ გამაჩნია. ავდექი და იმასაც ისე მოვეკეცი როგორც უფროს ძმას. ვაჭამე, ვასვი და ვნახე რომ მონაგები ისევ 2000 მქონია. 1000 ძმას მივეცი. მან დუქანი გახსნა. გავიდა ხანი, ერთხელ მოვიდნენ ჩემი ძმები და მოგზაურობა შემომთავაზეს. მე უარი უთხარი და მიუგე. თქვენ რა მოიგეთ თქვენი მოგზაურობით რომ მე მოვიგო რამე? ყურიც აღარ ვათხოვე. ვიყავით ჩვენს დუქნებში. ისინი ყოველ წელითაც შემომთავაზებდნენ ხოლმე მოგზაურობას და მე სულ უარზე ვიდექი, სანამ არ გავიდა 6 წელი. მაშინ ძმებს დავთანხმდი და უთხარი. ძმებო, მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ, მაგრამ ჯერ ვნახოთ რამდენი ფული გაქვთ. ჩემს ძმებს არაფერი აღმოაჩნდათ. ყველაფერი გაეფლანგათ, რადგან სულ მუდამ ჭამასმაში და სიამოვნებაში ატარებდნენ დროს. მე აღარაფერი ვუთხარი. ჩემი ვიანგარიშე და 6000 მქონია. გამიხარდა. ფული ორ ნაწილად გავყავი და ძმებს ვუთხარი. ეს 3000 სახარჯოთ მე და თქვენ. მეორე 3000 კი დაუფალი იმ იმედით, რომ თუ მეც ის დამემართებოდა, რაც ჩემს ძმებს, დაუბრუნდებოდით, ფული დაგხვდებოდა და ისევ დუქნებს გავხსნიდით. ძმები დამთანხმდნენ, თითოეულს 1000 მივეცი. ვიქირავეთ გემი და წავედით. გავიდა ერთი დღე, მეორე, ერთი თვეც მიიწურა და მივადექით ერთ ქალაქს. ამ ქალაქში ჩვენი ფული გავაორმაგეთ და გამგზავრებას რომ ვაპირებდით, ზღვის ნაპირას ერთი დაძონძილი ქალი შეგვხვდა. ჩემო ბატონო, შეგიძლია თუ არა სიკეთე და სამადლო საქმე ჩაიდინო, რისთვისაც სამაგიეროს მოგიზღავ. დიახ, მე მინდა მადლისა და სიკეთის ჩადენა, თუნდაც რომ სამაგიერო არ მომიზღა. შემირთე ცოლად და წამიყვანე შენს ქვეყანაში. ჩემი თავი შენთვის მომიცია. მიყავ სიკეთე, შენ ჩემმა ახლანდელმა ყოფამ არ მოგატყუოს. ამ ქალის ნათქვამი რომ გავიგე, გულმა მისკენ გამიწია. ის ქალი გემზე ავიყვანე და გულში მისი სიყვარული ჩამივარდა. ვეღარ ვცილბებოდი ვერც დღე, ვერც ღამე, ძმებს აღარ ვეკარებოდი, სულ იმასთან ვიყავი. ძმებმა ეჭვიანობა დაიწყეს, შეშურდათ ჩემი და ჩემი ქონების. მოილაპარაკეს რომ მომეკალით და მთელი ჩემი სარჩო-საბადებელი მიეთვისებინათ. იმ დროს, როცა მე ჩემი ცოლის გვერდით მეძინა, აგვიყვანეს და სხვაში გადაგვიძახეს. ჩემმა ცოლმა კაიღვიძა, შეირხა და ჯინა გექცა. მატარებელ და ერთ კუნძულზე გამიყვანა. ერთხანს სადღაც გაქრა, გათენებისას დაბრუნდა და მითხრა. აი მე ვარ შენი ცოლი. მე ჯინი ვარ, მაგრამ დაგინახე და შემიყვარდი. იმ სახით გამოგეცხადე, როგორც მნახე. შენ ცოლად შემირთე და აი ახლა დახრჭობას გადაგარჩინე. შენს ძმებზე კი განრისხებული ვარ და უთუოდ უნდა მოვკლა ისინი. ეს ამბავი რომ მესმა გავოცდი. მადლობა მოახსენე და უთხარი. არა, ჩემი ძმების სიკვდილზე ვერ დაგთანხმდები. მერე თავიდან ბოლომდე მოუყვე, რაც მე იმათთან თავს გადავხდა. წავალ, ჩავძირავ იმ გემს და დავღუპავ შენს ძმებს. ნუ ჩაიდენ ამ საქმეს, რაც უნდა იყოს ისინი ჩემი ძმები არიან. ქალმა ჩემს სახლში მიმიყვანა. გავაღე კარები, ამოვიღე ის, რაც მიწაში მქონდა დაფლული და შემდეგ ისევ დუქანი გავხსენი. ერთ საღამოს შინ დაუბრუნდი. სახლში ეს ორი ძაღლი დამხვდა დაბმული. მე ვერ მივხვდი, სანამ ცოლმა არ მითხრა. ესენი შენი ძმები არიან.
ასეთებად ვინ გადააქცია? ჩემი და დავიბარე და იმან არ გათავისუფლდებიან, ვიდრე 10 წელი არ გავა. და აი ახლა მივდივარ ცოლის დასთან, რომ ჯადო ახადოს ჩემს ძმებს, იმის შემდეგ რაც ამგვარ ყოფაში გაატარეს 10 წელი. ეს მართლაც საოცარი ამბავია. მიბოძებია შენთვის მისი სისხლის 1/3. მესამე ბერიკაცმა თქვა. ჯინო, მე შენ გიამბობ ამ ორ ამბავზე უფრო საკვირველ ამბავს და მაჩუქე ამ კაცის სისხლის და დანაშაულის მესამედი. კარგი, მოყევი. ეს ჯორი ერთ დროს ადამიანი იყო, ჩემი მეგობარი. კარგი კაცი იყო, ძლიერი, მოხერხებული, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა, შრომა ეზარებოდა. სხვის დახმარებაზეც უარს ამბობდა, თითქოს არ ესმოდა, ვერ ამჩნევდა და გვერდსუვლიდა. მე ყოველთვის ვეუბნებოდი. ადამიანი მაშინ არის, როცა სხვას ხელს გაუწდის. პასუხად ის მხოლოდ იცინოდა. ერთ დღეს გზაზე მოხუცი ქალი შეხვდა. ქარი ქრო და ქალი ფეხზე ძლივს იდგა. შვილო, გზას ვერ პოულობ, დამეხმარე. კაცმა თავი მიატრიალა და ისე ჩაიარა, თითქოს იქ არავინ ყოფილიყო. ის ქალი ჯადოქარი იყო. უცებ ყველაფერი გაჩუმდა, ცა უცნაურად აირია და ეს ქალი ისევ კაცის წინ გაჩნდა. შენს გზას ვერ ხედავ, არც სხვის ტკივილს ამჩნევ, ამიტომ ის იქნები, ვინც გზაზე დადის და სხვას ატარებს. ჯადოქარმა ხელი ასწია და კაცი ჯორად გადაიქცა. ხალხი ჯორს რომ ხედავდა, ყველა ტვირთის შემსუბუქებას ცდილობდა, მაგრამ ჯორი უძრავად იდგა. ვინმე თუ ტვირთს აღკიდებდა, ის ფეხს მიათრევდა. ჯორი ისევ ისეთი დარჩა, როგორი ადამიანიც იყო. ჯადოქარი ამ ყველაფერს ხედავდა და ამიტომ თუ ჯორი ძველებურად მოიქცეოდა, მის ზურგზე უხილავი ტვირთი მძიმდებოდა. ქვაზე ემატებოდა, თითქოს მათ უხილავი ხელები აწყობდნენ. ერთხელ ისე დამძიმდა, რომ მიწაზე დაეცა და ვეღარ დაიძრა. მაშინ მან პირველად თქვა: ნეტავ ასე არ მოუქცეულიყავი. ტვირთი ოდნავ შემსუბუქდა და წამოდგომა შეძლო. მეორე დღეს ჯორს გზაზე მოხუცი შეხვდა, რომელსაც მძიმე ტვირთი მიჰქონდა. ჯორმა ისევ ჩავლა გადაწყვიტა, მაგრამ ზურგზე რაღაც დააწვა. მაშინ ის მოხუცთან მივიდა, ტვირთი ზურგზე გადაიკიდა და შინ მიატანინა. იქიდან რომ წამოვიდა, თავი მსუბუქად იგრძნო. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს დაეხმარებოდა, უფრო მსუბუქად დადიოდა. ხოლო თუ თვალს არიდებდა, მხრებზე ტვირთი მძიმე დაწვებოდა. გავიდა რამდენიმე დღე და ჯორმა პატარა ბავშვი დაინახა, რომელიც იჯდა და ტიროდა. ის სულ მარტო იყო. ჯორს არაფერზე უფიქრია, მიმიდა პატარასთან და ცხვირი შეახო. ბავშვმა ტირილი შეწყვიტა და გაკვირვებულმა შეხედა. ჯორი დაბლა დაიწია, რადგან მოსახერხებელი ყოფილიყო მის ზურგზე დაჯდომა და შემდეგ სახლებისკენ წაიყვანა, სადაც ბავშვს გახარებული მშობლები დახვდნენ. უცებ ჯორმა ისეთი სიმსუბექე იგრძნო, რომ თითქოს კი არ დადიოდა, ის დაფრინავდა. იმ დღიდან ძველებურად აღარ მოქცეულა და ჩვენ იმ ჯადოქართან ჯადოს მოსახსნელად მივდიოდით, როდესაც ამ ვაჭარს შევხვდით. ბერიკაცმა დაასრულა თავისი ამბავი და ჯინმა თქვა: მიბოძებია შენთვის მისი დანაშაულის ნარჩენი და გამითავისუფლებია იგი. ვაჭარმა ბერიკაცებს დიდი მადლობა უცხლა. ბერიკაცებმა გადარჩენა მიულოცეს და თავის გზას დაადგნენ. აზაც შემოათენდა და შეწყვიტა ნებადართული სიტყვები. დამუთხრა: რა კარგი მოსასმენია შენი მოყოლილი ამბავი. ამ ამბავზე უკეთესია ის, მომავალ ღამეს რომ მოყვები. მეფემ თუ ცოცხალი დამტოვა. არ მოკლავს, სანამ ამბავს არ მოვისმენ. მეფე გავიდა სამსჯავრო დარბაზში. დღის ბოლომდე ისმენდა და გასცემდა ბრძანებებს. საღამოს მეფე ისევ სასახლეში დაბრუნდა.